გამარჯობა, მე ვარ ნათია ბაკურაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროექტის ფარგლებში მოვივლი საქართველოს ეროვნულ პარკებს. იცოდით, რომ ლაგოდეხი კახეთის მშვენებაა, საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია, რომელიც მსოფლიოს არაერთ მეცნიერს იზიდავს. ეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებია. აქ დაგვხვდებათ განსაკუთრებული ბუნება, ჩანჩქერები და მდინარეები, მცენარეები და ცხოველები. და განსაკუთრებული აქ ის არის, რომ ალპურ იალაღებზე დაფრინავენ ბატკანძერები, რომლის ფრთების შლილი 3 მეტრამდე აღწევს და ისინი ლეშით იკვებებიან. აქაურობის სანიტარებს ეძახიან. აქ 10 სხვადასხვა მარკირებული ბილიკი გელოდებათ. განსაკუთრებული პოპულარობით 5 ბილიკი სარგებლობს. ნინოს ხევის ჩანჩქერი, როჭოს ჩანჩქერი, მაჭის ციხე, გუნების შემეცნებითი ბილიკი და შავი კლდეების ტბა. ულამაზესი და მისტიური შავი კლდეების ტბა კავკასიონის ქედზე მდებარეობს. ზოგჯერ იქ მოხვედრა გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შავი კლდეების ტბა ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს საქართველოსა და დაღესტანს შორის. ეს არის ადგილი, სადაც ბუნებამ ადამიანის ჩარევის გარეშე შექმნა სრულყოფილი სილამაზე. მე ახლა მივემართები ნინოს ხევის ჩანჩქერისკენ, რომელიც ყველაზე პოპულარული ადგილია. ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ოფიციალურად 1912 წელს დაარსდა, რაც ნიშნავს, რომ საუკუნეზე მეტია უკვე არსებობს და მოიცავს 24,000 ჰექტარზე მეტ ფართობს. ტერიტორიაზე აღრიცხულია 1200-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი ენდემური მცენარე, რამოდენიმე სახეობა შეტანილია წითელ წიგნში. დაჩი, რა სიგრძისაა ნინოს ხევის ბილიკი? და რამდენი დრო გჭირდება ჩანჩქერამდე მისასვლელად? აგერ უკვე რამდენიმე საათია მოვდივართ, რამდენი დაგვრჩა? ნინოს ხევის ბილიკი დაახლოებით არის 16 კილომეტრი ორივე გზა და მთელი დღის განმავლობაში უნდა ვივარაუდოთ 7-8 საათი, რომ მთლიანად მოვინახულოთ ტყეც და თვითონ ჩანჩქერიც. აი, მე მგონი ის განსაკუთრებული მცენარეები შენ რომ მეუნებოდი. ეს მოვადექით ახლა ძალიან კარგი მივირჩვენ, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიოლოგია ბუნებრივ გარემოში. ეს არის სოკო, ერთ-ერთი აბედა, რომელიც ახორციელებს მუტაციის პროცესს. მუტაცია ეს არის მცენარიდან ან რაიმე ბიოლოგიური არსებიდან წყლის გამოდევნის პროცესი, როდესაც ორგანიზმი ხიდან ან ნიადაგიდან იღებს რაოდენობით წყალს, შემდეგ გამოყოფს ფორებიდან და ეს წყალი იღვრება. ფოთლის ფორმა რო აქვს მიღებული. ეს არის ბუნებრივი პროცესი, ესეც და ბევრი ანაბეჭდი ხდება ბილიკზე. ეს საცალფეხო ბილიკი ნინოს ხევის მდინარეს მიუყვება, ხო? მართალი ვარ. აი ცოტათი უკვე აქედან მოსჩანს ჩვენი ჩანჩქერი, საითაც მივემართებით, რომელიც როგორც ვიცი 40-50 მეტრია, ხო? მისი სიმაღლე რამდენ შეადგენს დაახლოებით? დაახლოებით 40-დან 45 მეტრამდეა მისი სიმაღლე და ჩვენთან მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს აძლევს, იმიტომ რომ კახეთში ყველაზე დიდი ჩანჩქერი, სწორედ ნინოს ხევის ჩანჩქერია. მოგეხსენებათ წყალი და ჩანჩქერების დიდი ემოციას იძლევა და შეიძლება მიუახლოვოთ და მალე მივახტეთ თავად დარწმუნდები თამაში. ხო, ვუახლოვდები და გულიც მიჩქარდება, ისე მაინტერესებს როგორ გამოიყურება ეს სილამაზე. ასევე მინდა გკითხო, ნინოს ხევი რატომ ქვია აქაურობას? მე ვიცი, რომ რაღაც ლეგენდა არსებობს ამ ადგილთან დაკავშირებით, უბრალოდ ამ ადგილის სახელწოდებასთან დაკავშირებით. ხალხში როგორც ამბობენ და ადგილობრივი მაცხოვრებლები როგორც ყვებიან, ორი ვერსია, ორივე შემთხვევაში პატარა გოგონა ნინოა მთავარი პერსონაჟი, რომელიც როგორც თქვეს წყალში ჩავარდა სწორედ ამ მდინარეში. ერთ შემთხვევაში ის იღუპება, მეორე შემთხვევაში კარგად მთავრდება ის ამბავი და ხალხი მას შვენს.
მაგ ვერსიით ვიხელმძღვანელოთ, ჯობია რომ ნინო გადარჩა. აი ისიც ნინოს ხევის დიდებული ჩანჩქერი. წამომყევით. განაობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში და ჩვენ თხოვნაც არის და მოწოდებას რომ თავი შეიტოვონ თუ მაინც ბანაობა და გაგრილება უნდა ცოტა ხნით არის შესაბამისი ადგილები სადაც ის არის. დასალევად გამოდგება ეს წყალი. არის გარკვეული ნაკადები საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ მოდელია და ჯანსაღწევს. წავიდეთ, დავლიოთ, წყალი ძალიან წყორია. აი ველოდები რომ ჯითი დავინახო. შანსი დიდია. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ არაერთხელ მყავს ნანახი. ქორწინების პერიოდი როდის აქვს? ქორწინების პერიოდი, აი სხვათა შორის ირმების ქორწინების პერიოდი იყო ცოტა ხნის წინ და ძალიან კარგი სანახაობა და შთამბეჭდავი იყო ის მყირალობის დაკვირვება, იმიტომ რომ ერთგვარი მისტიკური რიტუალია, რომელსაც ბუნება ასრულებს და ეს ყველაფერი ხელშეუხებელი რომ არის განსაკუთრებულ ელფერს სენს. როდესაც ჩვენ ესეთ გარემოში გადავადგილდებით, განსაკუთრებით გარემოს, რომელსაც დაცული ტერიტორიების სტატუსი აქვს მინიჭებული, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აქ სტუმრები ვართ და არა მასპინძლები. ჩვენმა ყოველმა ნაბიჯმა შეიძლება ისეთი საფრთხეები გამოიწვიოს და დააზიანოს ისინი, რაც ჩვენ შეიძლება იმ წუთში ვერ აღვიქვათ, მაგრამ გარემო აღიქვას გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ მცენარეს, თითოეულ ინდივიდს, ცხოველს, რომ მათ იცხოვრონ და იყვნენ ნორმალურ გარემოში და არ შეუზიანებიან. კი, მაგალითად ზაფხულის პერიოდში ხდება ხოლმე ესეთი ფაქტები, დინამიკით გადაადგილება გარემოში ტყეში, ან თუნდაც დასხდებიან ხოლმე და შემდეგ მაღალ ხმას ერთავენ მუსიკებს. ეს არის ყოველად დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი ადგილი, სადაც ესეთი საქმიანობით უნდა შემოვიდეთ. მაქსიმალური სიჩუმით უნდა გადავადგილდეთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ხმაურით ძალიან ვაწუხებთ გარემოს და მეტიც ვაზიანებთ მას. ცირამიდა რომ აჩვენო საკემპინგე და საპიკნიკი ადგილები. კი, საკემპინგე და საპიკნიკი ადგილები არ არის ამ ტერიტორიაზე, რადგან რისკები მაღალია, მაგალითად მდინარის ადიდების მაღალი წვიმების შედეგად წყალმოვარდნისგან ძალიან ზიანდება აქაურობა და მოსულ სტუმრებს ვაფრთხილებთ და ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ არ შემოვიდნენ კარვებით მაგალითად, იმიტომ რომ აუცილებლად ჩამოვართმევთ მათ და არ მიცემთ ამის საშუალებას. საკემპინგე, საკარვე, საბანაკი ადგილები შემოსასვლელში არის რამდენიმე, რომელიც არის უსაფრთხო და თამამად შეუძლიათ იქ განთავსდნენ და დაყონ რამდენი ხანიც უნდათ იმდენი. პარე მართლაც და მცენარეებსაც შევხვდით. ეს არის გვიმრა, რომელიც რელიქტური მცენარეა, რომელიც 300 მილიონი წლის წინ ჩნდება ბუნებაში. ეს რა არის ქვემოდან წითელი წიწლე? ეს არის სპორანგები. აი რა. ამაში არის მოთავსებული პატარა სპორები. როცა მომწიფდება, ეს დაიბნევა დაბლა და ისევ ამოვა გვიმრები, ამიტომ რადგან ბევრია ტერიტორიაზე ხედავთ, რომ ბევრი გვიმრა მრავლდება. ხედავ რა საინტერესოა. ეს არის გვიმრა, ეს ხო? არის ბუნებრივი იდეალიზმი, კი, ეს არის ერთ-ერთი სახე. ტერიტორიაზე როგორც ვიცი 1200 მცენარის ძალიან იშვიათი სახეობებია, რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია შეყვანილი. ისტორია დაახლოებით 1200-მდე სახეობაა ჩვენ ტერიტორიებზე და მათ შორის გამოყოფთი ორ ენდემურს, ეს არის ერთი ნოვოკოსევიჩის იოლდასალამი და ყველაზე ლამაზი სანახაობა ჩემთვის პირადად არის იულიას ფურისულა, რომელიც ასევე ნოვოკოსევიჩმა აღწერა და თავის ქალიშვილის იულიას სახელი უწოდა. ეს არის მისი აქტიობის პერიოდი არის ადრე გაზაფხული და ვისაც ნახვა მოუნდება საკმაოდ კარგი სანახაობაა და ვეპატიჟები რომ მოვიდეს და ნახოს ეს მშვენიერესი მცენარე. გაზაფხულზე უნდა ჩამოვიდეთ ამ ულამაზესი მცენარეების სანახავად. ეხლა რაც შეიძლება ყველაზე ლამაზი ვნახოთ ჩვენ ტყეებში და არა მხოლოდ ეს არის ფოთოლცვენა. მშვენიერესი სანახაობაა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ამ ხრივადაც გამორჩეულია მისი მრავალფეროვანი ხე-ტყის კორომებით, რომელიც სხვადასხვა სანახაობებს
სთავაზობს სტუმრებს. დადგა ჩვენი ვლოგის ერთ-ერთი საინტერესო მომენტი, მე და დაჩი მინდა დავაყენოთ ფოტოხაფანგი. რაშიც შევეცდები რომ დავეხმარო, დაჩი დამიხმარე რაღაცებს გავაკეთებ. მონიტორინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნაცადი მეთოდი არის ფოტოხაფანგების დაყენება და დამონტაჟება ისეთ ადგილებში, სადაც ვიცით რომ სავარაუდოდ გადაადგილდება ცხოველი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კარგი ანალიზი გავაკეთოთ რა ინტენსივობით, რა სახეობის ცხოველი გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე. განსაკუთრებული რა გინახავთ და დაგიფიქსირებიათ? როდესაც შემოვლას ვახტენდი ერთ-ერთ ბილიკზე მურადად ვნახე ცოტა შორიდან, მაგრამ ძალიან დიდი იყო და ასევე დიდი ემოცია მოიტანა. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩემი ცხოველთან. ასევე მყავს ნანახი ირმის ბიჟინი, ეს არის პატარა ირემი, ახალშობილი იყო, სხვადასხვა ჯერ კიდევ მუხლი არ ქონდა გამაგრებული და შორიდან ცოტა ისეთი ფორმა აქვს, რომ შველს წააგავს, მაგრამ ორი სხვადასხვა სახეობაა, შველი სხვა არის, ირემი სხვა არის. დავაყენოთ. ნახოთ ამ კამერაში რა ცხოველი დაფიქსირდა. აბა რა გავაკეთო, რაში დაგეხმარო? შეგვიძლია რომ მიიტანო, ეს არის მომზადებული ჩართული და განათავსე, სადაც ჩათული შენება საჭიროა და თან ისეთი ადგილი უნდა ვიპოვოთ, რომ ადამიანებმა და ვიზიტორებმა ვერ დაინახოს, ხო? ესე ნორმალურია? მოგეც საოცარი ბუნება, ძალიან საინტერესო ადგილია, მართლაც ყველა მხრივ საინტერესოა ყველაფერი, როგორც ფლორა, ფაუნა, ასევე მდინარეები, ჩანჩქერები, კავკასიონის მთები. ეს არის ადგილი, სადაც კავკასიონის ქარების მონაბერ ზუზუნს და ჩანჩქერების ხმას ერთდროულად გაიგონებთ. ყველა ქართველის სვალია და ყველა ვიზიტორის სვალია, რომ შეინარჩუნოს მართლაც ჩვენ აქ ვართ სტუმრები და უნდა გავუფრთხილდეთ ამ ჩვენს ლამაზ ბუნებას. იცი კიდე რა მითხარი, რატო ქვია ლაგოდეხი აქაურობას? ეს რადგან წყლიანი ადგილია და უხვი წყალი გვაქვს ჩვენ მთელი ამ ის პერიფერიის ზონაზე და ამ ზონებზე არის განლაგებული ქალაქიც და ამ ლაგოდეხის სოფლევიც. ლაკვა როგორც ისტორიაში ძებნება ნიშნავს წყლიან წყალუხვ ადგილს და შემდეგ ეს სიტყვა ლაკვა ფორმით და ლაკვასტი ერქვა და ლაკვა ფორმით და მიიღო ის სახე, რა სახეც ახალობს, რა სახელწოდებაც ახალობს. ეს ტერიტორია ხო რეალურად 1900 წლიდან არის ხო დაარსებული და მაშინ ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა საქართველო მეფის რუსეთის პერიოდში იმყოფებოდა. შესაბამისად, მაშინ როდესაც დაარსდა ეს ადგილი, ჩართულები იყვნენ უცხოელები და ის ადამიანი იყო პოლონელი, ხო? ის იმყოფებოდა ლაგოდეხში ოჯახთან ერთად გადასახლებაში, მას მიუსაჯეს გადასახლება და დაასახლეს ლაგოდეხში. შემდეგ მან შეისწავლა ეს გარემო თავისი ცხოვრების მანძილზე და მიხვდა რომ რაღაც განსაკუთრებულია და ამ ადგილს სჭირდება რაღაც სტატუსი, რა სტატუსის ქვეშაც იქნება დაცული. და ისიც უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ, რომ ამიერკავკასიაში და სრულიად კავკასიაში ეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები არის პირველი დაცული ტერიტორია. ლაგოდეხის ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს, რაც კავკასიაში და ამიერკავკასიაში პირველი ნაკრძალია და არა მხოლოდ ამ სტატუსით, არამედ თავისი ბიომრავალფეროვნებით და იმ მნიშვნელოვანი სიცოცხლით, რა სიცოცხლეც აქ წარმოიქმნება. აქ მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე კარგი იდეა. დაგეგმეთ ოჯახებთან ერთად და ამოდით. მიუხედავთ იმისა, რომ 3-4 საათი მოგიწევთ ლაშქრობა, აქაურობა ნამდვილი თერაპიაა. დაცული ტერიტორიის ბილიკებზე გზად შეიცვენებთ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკი ადგილებზე, რომელიც აღჭურვილია სასმელი წყლით, მაგიდებით, სკამებით, ცეცხლის დასანთების სპეციალური ადგილით. ლაშქრობისას ღამის გათენება შეგიძლიათ საკემპინგი ადგილებში, ასევე შესაძლებელია კეთილმოწყობილ სასტუმროში. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. აქაურობა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. გაზაფხულზე აუცილებლად უნდა დაგეგმოთ 3-დღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ და დატკბეთ კავკასიონის პანორამით.
მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა ერთად გავეცნოთ საქართველოს ეროვნულ პარკებს.